მაშა ასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს კიდევ ერთ სტუმართან ერთად. გვერდება პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი. გამარჯობა ლევან და მადლობა რომ შემოგვიერთდით. მოგესალმებით, მე ვესალმებით თქვენ ძვირფას მაყურებელს და მსმენელს რადიოში. ლევან, მოდით გაცემის ეს ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული პერიპეტიებით დავიწყოთ მით უფრო რომ ამის ორი მიზეზი გვაქვს. პირველი რომ თქვენი პარტია ჩართულია მუნიციპალურ არჩევნებში და მეორე რომ სულ რაღაც 10 დღე რჩება 4 ოქტომბრამდე და ეხლა ვიცით რომ გახარიას პარტია ლელოსთან კოორდინაციის და თანამშრომლობის რეჟიმში იმყოფება მუნიციპალურ არჩევნებთან მიმართებაში, ამიტომ რამდენიმე კითხვა ასე ვთქვათ ლელოსთან იქნება კავშირში და პირველი. თბილისში თქვენი მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე აკეთებს შემდეგ განცხადებას თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე დავამონტაჟებთ ვიდეო კამერებს. აბა გაბედოს ვინმემ რომ სხვადასხვა უბანზე შევიდეს, ან შევიდეს სადაც რეგისტრირებული არ არის და ასე შემდეგ გუშინ გააკეთა კუპრაძემ ეს განცხადება. გითხარით უფრო მეტი. სავარაუდოდ რამდენიმე ასეულ ასე ვთქვათ უბანზეა ხო საუბარი დედაქალაქის მასშტაბით, შესაბამისად როდის აპირებთ ამის გაკეთებას, ვიდეო კამერების დამონტაჟებას, გულისხმობ როდესაც არჩევნებამდე 2 კვირაც არ რჩება და მეორე მხრივ როგორ აპირებთ ამის გაკეთებას იქიდან გამომდინარე რომ ხომ არ უნდა ელოდოთ ქართული ოცნების მხრიდან წინააღმდეგობას. მოგესალმებით პირველ რიგში ის რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის მტკიცებულებების შეკრება და მტკიცებულებები არის მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანი არის ის რომ ხელი შეუშალო თქვათ იმ ტექნოლოგიას რაც ქართულ ოცნებას გააჩნია, ლელოს გააჩნია ამის რესურსი როგორც ისინი ამბობენ, ამიტომ მთლიანად ტექნიკური საკითხი იქნება მათზე დამოკიდებული, ჩვენ ეს არ გვითქვამს ეს მათთვის, ანუ ისინი უზრუნველყოფენ ამ ტექნოლოგიის და ტექნიკურად ამ პროცესის გამართვას. შესაბამისად, თუ ეს მოხდა და მოხერხდა, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ არა მარტო იმ დღეს, არამედ მომავალში მტკიცებულებების სახით კონდეს იმის ვიზუალური მტკიცებულება, რომ რაც ყველაზე მეტად რა იყო მთავარი ტექნოლოგია ქართული ოცნების წინაარჩევნებზე, ეს იყო კარუსელი. როდესაც ადამიანები სხვადასხვა ერთი და იგივე პირი სხვადასხვა პირადი ნომრებით ან სხვადასხვა პასპორტებით უბრალოდ შედიოდნენ და ხმას აძლევდნენ ამით გაზარდეს არჩევნებზე მისულთა რაოდენობა და საკუთარი ხმებიც. აბა გაბედოს ვინმემ რომ სხვადასხვა უბანზე შევიდეს ან შევიდეს სადაც რეგისტრირებული არ არისო ასე ერთგვარად იმუქრება ირაკლი კუპრაძე. მე ეხა ადამიანების ემოციებზე რას იზამთ თუ კი ამის გაკეთებას ვინმე მაინც გაბედავს ეს მინდა გკითხოთ იმიტომ რომ ამისთვის არსებობს სამართლებრივი არ არის მხოლოდ ლელოს მერობის კანდიდატი. რა თქმა უნდა, ჩვენ მერობის კანდიდატი ამისთვის არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომელსაც ისეთ მოცემულობაშიც როგორც თქვა საქართველოს იმყოფება, უბრალოდ ვერ გაურბიხარ, ხო? როდესაც ვიღაცა ქართული ოცნების ზონდერი ჩადის დანაშაულს, მიუხედავად იმისა, რომ მათი არის, ისინი ხო ვერ გაურბიან იმ პროცესს, რომ რაღაცა სამართლებრივი რეაქცია მიცენ, როგორც მაგალითად ის ადამიანი დააკავეს თავის დროზე, რომელიც ესე ტენიდა, ხო, ბიულეტენებს საარჩევნო უბანზე. ჩვენ როცა გვექნება ამის მტკიცებულებები, რა თქმა უნდა ამას მსვლელობა ექნება და ქართული ოცნებას და პოლიციაც და პროკურატურაც იძულებული იქნება უბრალოდ რეაქცია მიცენ სამართალდამღებაზე და დანარჩენი ხა ეს ემოციური საუბრებია და თუ ამას გულისხმობთ ეს არის იქნება მტკიცებულება, იქნება შესაბამისად გამომზეურებული და უბრალოდ მათი კიდევ ერთი კითხვა ლევან რომელიც საგამოძიებო უწყებებიც იქნებიან იძულებული უბრალოდ რეაქცია კონდეთ. ლელოსთან კავშირში კიდევ ერთი კითხვა გარდა იმისა რომ თქვა თქვენმა პარტიამ და ლელომ ასე ვთქვათ მთელ რიგ მუნიციპალიტეტში ვერ წარადგინა მერობის კანდიდატი და ასეთი არის დაახლოებით 30-მდე მუნიციპალიტეტი. ბოლო დღეებში ვხედავთ მოცემულობას, როდესაც კანდიდატურას ხსნის ისიც, ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა. მაგალითად, გუშინ საღამოს გახდა ცნობილი, რომ ლელო ძლიერი საქართველოს ბოლნისის მერობის კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა ქართული ოცნების კანდიდატის სასარგებლოდ. იყიდეს ადამიანი ზეწოლა განახორციელეს, რა ხდება, რა ვიცით ახლა რა ვსდიოთ ადამიანია, უღალატეს სურათს რომ და იყიდეს ადამიანი არის ჩვეულებრივი მოღალატე, რაღაცა ფასად გაიყიდა, ჩვეულებრივად გაიყიდა, თავისთავად გაყიდა. ნუ ეს ადამიანი არის, ამ რეალობაში ცხოვრობთ, ასეთი ხალხი არის. ამაზე უარეს არ აკეთებენ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობენ კახი-კალადის არჩევნებში, შტაბის ხელმძღვანელი, შტაბში არიან, როდესაც ადამიანებს ეუბნებიან არჩევნებზე არ მოხვიდეს. ეს ხო იმას ნიშნავს, რომ ხარს უჭერენ კახი-კალადის, რა თქმა უნდა. ანუ ამაზე უარეს აკეთებენ, მაგალითად,
სხვა ოპოზიციის ლიდერები, როდესაც გამოდიან და ღიად ეუბნებიან ადამიანებს არჩევნებში არ მიიღონ და ხარს უჭერენ კალაძის გამარჯვებას ამ ქალაქში. ამაზე უარესი არ არის? ეს მაინც ვიცით, რომ ღია მოღალატე არის და ღია გამყიდველია და ეს ადამიანები ამას რაღაცა ბრძოლის სახელით აკეთებენ და რაღაც სიყალბეში იღებენ მონაწილეობას. ეს რეალობაა, ეს ქვეყანა ასეთ ხალხთან ერთად ვცხოვრობთ. ჩვენი მოქალაქეები არიან, ჩვენი უბედურება, ამ ქვეყნის ტრაგედიაა, რომ ადამიანი, რომელიც აქამდე მოვიდა, ადგა და გაიყიდა. ეს ხო ჩვენი საზოგადოების ტრაგედია, ასეთ ხალხთან ერთად ვცხოვრობთ. ასეთი ხალხი არიან ამ ქვეყანაში. რა გავაკეთოთ? ეს მოცემულობა არის. ხო, მაგრამ ამიტომ როდესაც ამ ადამიანს ცხოვრება შესაბამისად რა ეშველება იმ თქვენს მიზანს, რომელსაც ქვია ქართული ოცნებისთვის ამა თუ იმ რაიონის და მუნიციპალიტეტის წართმევა და გამოგლეჭა, ხო, გადმობარება. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ეს მოცემულობა არის, ეს რეალობა არის. რა არის ამაში გასახარი? რამდენი ჩამოგითვალოთ, მაგალითად, გაყიდული ადამიანები ამ ქვეყანაში. ეს მოცემულობა არის. თავი არის ადამიანები მივიდნენ არჩევნებზე. თავისი პოზიცია დააფიქსირონ. არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა. არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. დანარჩენი ყველაფერი საუბარი რაღაცა რევოლუციებზე, დამხობებზე. ჯერ ესეც ეს არის ქართული ოცნების დღის წესრიგი. პირდაპირ აი მეც გულს ვერაფრით ვერ გაუხარებ ბიძინა ივანიშვილს გარდა იმისა, რომ ადამიანებს უთხრა, რომ აი ახლა მე 4-ში ხალხს შევკრიბავ და ხელისუფლებას რევოლუციით დავამხობ. ამ ქვეყანაში რევოლუციებმა მოკლეს სანდრო გირგვლიანი, ამ ქვეყანაში რევოლუციამ შეიწირა ბუტა რობაქიძე, ამ ქვეყანაში რევოლუციამ აქცია საპატიმროების საწამებლად. ამ ქვეყანაში ქუჩაში ხალხს ხოცავდნენ რევოლუციის შედეგად. ამ ქვეყანას რევოლუცია არ ჭირდება, ამ ქვეყანას ჭირდება ევოლუცია, ამ ქვეყანას ჭირდება არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ეს პროცესი არის, სწორი პროცესი. დანარჩენი ყველაფერი არის გაპონიზმი, პირდაპირ მნიშვნელობით. აი ხა ნაციონალურ მოძრაობა თუ აპირებს, რომ გაპონის ფუნქცია შეასრულოს და რაღაცა ეს ხალხი წაიყვანოს და პირდაპირ მნიშვნელობით რაღაცა უბედურებაში გახვიოს, ანუ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ახლა, რომ უცებ ეს ყველაფერი დამთავრდეს 4-ში. როგორ წარმოუდგენიათ ამ ხალხს, ან რატო ატყუებენ, ან რატო შეყავთ ეს ხალხი ასეთ შეცდომაში, რატო ევნებიან ადამიანებს, რომ 5-ში ბიძინა ივანიშვილი გაიქცევა. ეს ხო არ ამის ხო თვითონაც არ ჯერათ. თვითონაც არ ჯერათ საკუთარი პარტიის წევრები ზოგი იძახეს, რომ 4-ში ვამთავრებ, ზოგი იძახეს, აი დღესაც ეხა ეს მეორე თაობის ნაცი იჯდა და ამბობდა, რომ იცი რა 4 არის დასაწყისი. შენ არ ეუბნებოდი, რომ 4-ში ამთავრებთ ხელისუფლებას, როგორ ამთავრებთ, რა უნდა მოხდეს, პოლიციასთან კონფლიქტი, უბედურება უნდა მოხდეს. მე ვერ ხვდები ეს სად მიდის ეს. რა არის ამის პასუხისმგებლობა? მეტიო გაგახარიას და მის პარტიასო ამ კითხვას გისვავთ. რა გაგიკეთებიათ სხვაზე მეტიო ამ კითხვას გისვავთ, მაგალითად ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელოვა, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო ჩვენი სტუმარი და გამოეხმაურა უშუალოდ თქვენი პარტიის ლიდერის გიორგი გახარიას კრიტიკულ პოზიციას 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით. ციტატა მოკლე ამონარიდი მისი პოზიციიდან 4 ოქტომბრის აქციაზე ოცნების სარკაზმი მესმის, მაგრამ გახარიას რა აქვს სალაპარაკო, რა ნიშნით უნდა ასწავლოს სხვა ჭკუა, სხვაზე მეტი არ უწოლია გონიარობის იმიტომ რომ მათზე ჭკვიანი არის, იმიტომ ისინი ბრიყვები არიან, იმიტომ რომ რა გაქვთ პასუხი იმაზე, რომ მათი სიბრიყვე არის. მე გეტყვით, ჩვენ ვარწმევთ ქართულ, ჩვენ ელექტორალურად ჩვენ ვათხელებთ ქართულ ოცნებას. ის ჩვენ მარწმუნებთ ქართული ოცნების ელექტორატს, რომ ქართული ოცნებას ხმა არ მიცეს. და ქალბატონი ჯეჯელავა და მისი პარტია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ივანიშვილმა ხელისუფლებას შეინარჩუნოს. ქალბატონი ჯეჯელავას და ნაციონალურ მოძრაობის ამომრჩეველი, რომელიც შემცირდა წინა არჩევნებზე, წავიდა და ჩვენ მოცემულობით ქართულ ოცნებას დაუდგა მხარი. სამეგრელოში თბილისში, მეცაც გეტყვი, სახელ და გვერდს გეტყვი. არის ესეთი ადამიანი, ვინმე დავით ჯაფარიძე. მთელი ცხოვრება იყო ზონდერი ნაცების პირდაპირ მნიშვნელობით, მთელი ცხოვრება აი ბოლო წლად 2016-ში მარტგვერდში 2024 წლის არჩევნებზე იჯდა. აი ეს ყოფილი ნაცი ქართული ოცნების შტაბში, ვერის შტაბში და ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლების მობილიზებას ახდენდა ქართული ოცნების სასარგებლოდ. აი ეს არის ნაციონალური მოძრაობა. აი ეს გაგვიკეთებია ქალბატონი ლელა, ეხლა თუ გაინტერესებს, რომ ჩვენ ქართულ ოცნებას ვათხელებთ ელექტორალურად, თქვენ ქართულ ოცნებას ელექტორალურად ავსებთ. რაც ჩვენ ხალხი დავარწმუნეთ, რომ ქართული ოცნებისთვის ხმა არ მიეცა, აი ეს ხალხი, ვინც იყო ამათი ამომრჩეველი, სამეგრელოში, ზუგდიდში,
სხვადასხვა სოფლებში, ქვემო ქართლში, თბილისში წავიდნენ და ქართული ოცნების სამსახურში ჩადგნენ. დღეს რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებს, ესეც ქართული ოცნების სამსახური არის. 2021 წელს, როდესაც სააკაშვილი ჩაჯდა, რა ვიცი, არანჟნის კონტეინერში და ჩამოვიდა საქართველოში 2 დღით ადრე და თავისი სახე ანახა ქართულ საზოგადოებას, წაგებული არჩევნები შემოატრიალა ქართულმა ოცნებამ. ახლაც წაგებული თბილისი შემოატრიალა ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა განაყოფმა, როდესაც მათ გადაწყვიტეს რაღაცა უაზრო არგუმენტით არჩევნებში არ მიიღოთ მონაწილეობა. დიახ, ნაციონალური მოძრაობა დღეს ირიბად ხელს უწყობს კორუმპირებული კახა კალაძის არჩევას თბილისის მერად. შენ როდესაც ადამიანებს მოუწოდებ არ მივიდნენ არჩევნებში, შენ ხარ კახი კალაძის შტაბის წევრი. და როდესაც შენ ასევე მე ვამბობ პოლიტიკურ პარტიაზე და ის ადამიანები, ვინც ამას მართლა ესე დაინახავენ და არ მივიდნენ არჩევნებზე, მათ უნდა იცოდნენ, რომ კახი კალაძის არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. იმიტომ რომ 2024 წელს სუპერ გაყალბებულ არჩევნებში 13-14% წააგო ქართულმა ოცნებამ. არანაირი შანსი არ ქონდა კახი კალაძეს გამختارიყო ქალაქის მერი. ნაციონალური მოძრაობის და მათი განაყოფების აი ესეთმა უპასუხისმგებლო რაღაცა ყალბ ემოციებზე დამყარებულმა რაღაცა გადაწყვეტილებამ გაუჩინა კახი კალაძის შანსი ის, რომ ის ხელახლა გაუჩნდეს შანსი გახდეს ქალაქის მერი. ეს მიიღო, ეს გამოიწვია მათმა არასწორმა, ბრიყულმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა და უფრო მეცაც გეტყვით. საერთოდ აგვირგვინებენ, აი ბეზეს ადგავენ თავზე, მოწოდებით თითქოს, რომ 4 ოქტომბერს მოვაწყობენ ამ ქვეყანაში რევოლუციას. ამაზე უპასუხისგებლობა ხო არაფერი არ არის და გაპონის როლის შესრულებას აპირებენ, როდესაც რაღაცა არ ვიცი, რა უნდა მოუწოდო, შტურმისკენ უნდა მოუწოდო ამ ხალხს, თუ როგორ რანაირად მოხდება ეს ამბავი, რომ დაინახავს ეხა ნაციონალური მოძრაობის შეკრებას ქართული ოცნება და სახლებში გაიქცევიან. რა ლოგიკა არის, რისი საფუძველი არის ამაზე?